Kapkaç ve hırsızlık olaylarının failleri hiç beklemedikleri bir anda მოდი დავლიოთ. Anladınız mı? Evet, anladım sayılır. როგორ მოიქცეს იცი? შენ. დაო, მოიცა, თხილად. აქ დაჯექი. კარგი. მერთო ჩემო. კარგი. ნუ ნერვიულობ, არაფერია. არა უშავს. დილით გამოფხიზლდება. გამოიძინებს და გამოფხიზლდება. არაფერია. Asiye. Come on, Asiye. Asiye, შენ გეუბნები. Raginda. Წამოდი. Გამიშვი. წამოდი მეთქი. ილიას გამიშვი. წამოდი, უნდა ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? გაჩუმდი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? გამიშვი. რას აკეთებ? დაჯექი. გამიშვი. წყნარად. მოდი აქ. ჯანდაბა, მოდი აქ. სახლი რას დაამსგავსებ? ჯანდაბა. მოდი აქ. რატომ გაიქეცი? რა გითხარი? სულაც არ გამოყვები. ჯანდაბა, ბავშვს უპირებ. მოხდეს რაც მოსახდენია. მომისმინე ასიე. შეჯიბს ძლივს მიუსარი. გესმის ჩემი? გავიმარჯვე. ჩემ სანახავად სპონსორი მოვიდა. ახლა შენ გამო, ეს შანსი ხელიდან გაუშვი. როცა გავიგე რომ გაიქეცი, არც კი ვიცი აქ როგორ აღმოჩნდი. სპონსორი მაგიდასთან მივატოვე. გასაგებია შენთვის. ის გოგო არ ვარ, ვინც სულაც მოყვანას გაიძულებს. ოჯახის შექმნა სერიოზული საქმეა. ჩვენი ქორწინების ამბავი დედა შენთან ერთად გავიგე. რას აკეთებ? არც კი გიყვარვარ. მიყვარხარ, რა თქმა უნდა მიყვარხარ. უკვე მეორე დღეა გიჟივით დავდივარ. შენ რომ არ მიყვარდე, სალიხას ვეტყოდი. აბორტი გაიკეთოს მეთქი. მართლა რომ გიყვარდი არ დამტოვებდი. ძალიან შემაშინე. მე შინოდა რომ ვერ გიპოვიდი. მეგონა სადმე გაუჩინარდებოდი, მიმატოვებდი. მეგონა ვეღარ გნახავდი. და კინაღამ ჭკუიდან შევიშალე ასი. ჩემო საყვარელო. არასდროს მიმატოვა. საყვარელო, გესმის? არასდროს მიმატოვა. წასვლა მინდოდა, მაგრამ არ გამიშვეს. ორსულად. სადღაც წასულიყავი.
ხო, სულად რომ არ ყოფილიყავი, ცოლად არ შემირთავდი. ხო, ასია. ჯერ არ შეგირთავდი. დაველოდებოდი, ვიდრე ფეხზე მყარად არ დავდგებოდი, მაგრამ ახლა ვერ დავიცდით. შვილი გვეყოლება. ასე ვერ გავთხოვდები. თუნდაც ორსულობის დროს. მინდა რომ ცოლად სიყვარულით შემირთონ. ასე ხომ არ შეიძლება, არა? რა ვერ გაიგე? კარგი ასი. კარგი. ახლა სახლში წაგიყვან. საღამოს კი მშობლებთან ერთად მოვალ ხელის სათხოვნელად, კარგი? არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ ცოლად მოყვანა გაიძულე. მორჩა, ასე არავინ იფიქრებს. დედა ჩემს დაველაპარაკები, ამაზე არ ინერვიულო ასიე. Asiye. Ben Me, seninle minda, evlenmek istiyorum. რომ ცოლად შეგირთო. Yani seni deli gibi seviyorum. მთელი გულით მიყვარხარ. Yani şimdi bak მომისმინე. seninle კიდევ ვიმეორებ. ყურადღებით მომისმინე. altını çizerek söylüyorum ya. ფიქრობ, ცოლად შეგირთო. ახლა შენ გეკითხები. ცოლად დავუყვები? Bunu şimdi sana söyleyeceğim. Benimle evlenir misin? ითხარი. ოხრახუშიანი ღვეზელები გინდა არა? კიდევ რას მიბრძანებ? ეს ბრძანება არ არის თხოვნა. უბრალო ღვეზელიც გამოდგება. ჩემ ადამ ლიმონიანი კექსი გამოაცხოს. კარგად გამოსდის. ბებიაც ჩამოვიდეს. ჩემი ძმა წავიდეს და ჩამოიყვანოს. თუ გაწვიმდება, სახლში შევიდეთ. თუ არ გაწვიმდება, გარეთ დავსხდეთ. დედა ჩემის გულსაბნევი გავუკეთო. კიდევ რას მიბრძანებ? არ ვიცი. ხო, მართლა Şey. როცა არ ძლის დასანიშნად წახვედით, ვერცხლის რაღაც უყიდეთ არა? ნავს რომ გავს. გაიხსენეთ. ახლა მაშინ წამლებს ინახავთ. Ya şurada İseti უნდა უყიდო არა? duruyor içinde. იქ არ დევს? Ondan da lazım. ასია ხომ? ვერ ვიჯერებ. Çiçek de alınacak değil mi? ყვავილებიც უნდა ვიყიდოთ არა? ლილია. არა? ორქიდეა უკეთესია არა? Ya bilmiyorum. მოკლედ არ ვიცი. იყიდეთ რაც საჭიროა. საღამოს გველოდებიან. Eğer siz თუ არ წამოხვალთ, მარტო წავალ და გოგოს ხელთ თხოვ იცოდეთ. Bana da bir თქვენ მხოლოდ ფურცელზე დამიწერეთ. რა უნდა ვთქვა? Orada olduğu kadar artık. Oğlum. შვილო, სისულელეს მოაპარაკო. ახლა თავს მასყლად მოაიგდებ. მივიდეთ როგორც საჭიროა და ხელით ხოვოთ. შემდეგ დავნიშნოთ. მოიცადეთ, ერთი წუთით სალივ. თურმე მარტო აპირებს მისვლას. მაინც როგორ აპირებს წასვლას? სულ შეიშალეთ? იმუსინდისო გოგოს ცერემონიის მოწყობაც უნდა არა? Bir de öyle ყურადღებით მომისმინეთ. თუ ორსულობაზე და იძულებით ხორცელზე ილაპარაკებთ, სჯობს არ წამოხვიდეთ. მომისმინე. მოუკვდები და იმ გოგოს ხელი სათხოვნელად არ წავალ. მეტის საქმე არ მაქვს. მოდი აქ. დედა, მგონი ასეთი სულელი ვარ, რომ იმ გოგოს დასანიშნა წავიდე. რომლის თვალები ახალდაბადებული სხბოს თვალებს გავს. ნუ იცინით. ახლა გული წამივა.